პარტიების დეკლარაციას, რომელსაც პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად მიიღეს, აპროტესტებს მრეწველთა ფრაქცია. მრეწველებმა დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს. მათი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ დეკლარაციას ხელს ერთად აწერენ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას ამბებს 7-ზე, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვერ გავიგე რას ემსახურება ეს დეკლარაცია, მაგრამ ნებისმიერ დეკლარაციას არ მგონია, რომ დღეს მით უმეტეს განსაკუთრებით კოაბიტაციის რეჟიმში ნაციონალებთან ერთად მოვაწეროთ ხელი. ჩემთვის გასაკვირია, რატომ მოაწერა ქართულმა ოცნებამ ხელი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, განაცხადა ზურაბ თხემალაძემ. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ქართული ოცნება, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური უთანხმოების არსებობის მიუხედავად ყველა ერთად აწერს ხელს დეკლარაციას, რომელიც ქვეყნის სწრაფვას ადასტურებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული წევრობისკენ. სწორედ ამის გამო პრემიერიც და ქართული ოცნებაც ყოფილი თანაკოალიციელების და ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრების კრიტიკის ობიექტები გახდნენ. უნდა იდგნენ თუ არა ერთ პოზიციაზე ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლება, როცა ქვეყნის საგარეო სტრატეგიაზეა საუბარი. ვხსნით დისკუსიას და ჩვენი სტუმრები იქნებიან მუხრან ბურჭულაძე, დავით ფაცაცია, კახა ძაგანია და კამრან მამედოვი. დავით ფაცაციას ლიდერი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის და რესპუბლიკელების მძევალია. სტუმრები ჩვენი უკვე დაიწყებენ საუბარს. ნარმანიას კი უნდა მოუწოდოთ, რომ რაიმე იღონონ საცობების განსამუხტავად ქალაქში, თორემ ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ ხოლმე დანიშნულების ადგილს. დროულად ჩვენი სტუმრები დავით ფაცაცია თამაზ მეჭიაურის გუნდი შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში. მე კი სტუდიაში მივესალმები ჩვენ სტუმრებს და დაუსვამ მათ პირველ კითხვას. მოდით ბატონო კახა, თქვენგან დავიწყებ. დიდი ხანია არ ყოფილხარ ჩვენი სტუმარი. როგორ ფიქრობთ, დეკლარაცია, რომელსაც ერთად მოაწერეს ხელი ყოფილმა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნდა მოწერილიყო თუ არა სწორედ აი ამ რეჟიმში და თქვენ გაგიჩნდათ თუ არა კითხვა, რატომ შეიძლება მოაწეროს თუნდაც ძალიან სტრატეგიულ დოკუმენტს ხელი ერთად ყოფილმა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. მოგესალმებით იგარ, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ტელემაყურებელს და მართალი ბრძანეთ, სწორედ აღნიშნეთ, დიდი ხანი არ შეხვედრივალთ, მაგრამ მას მერე რაც თქვენი მართლაც ძალიან რეიტინგული გადაცემა დაკერდეს ტელევიზიაში და ეს გადაწყვეტილება იყო აშკარად მიღებული არაობიექტური ნიშნით და ამ გადაწყვეტილებას ედგა პოლიტიკური საფუძველი, ვინაიდან არც ერთი მფლობელი ტელევიზიის არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ რეიტინგული და საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა დახურულიყო ყოველგვარი ამის თაობაზე. ეს იმიტომ არა, რომ ჩვენ მე ახლა ტელევიზიაში ვარ და ეთერში ვარ, ამის თაობაზე ჩვენო პარტიის ლიდერებმა სოსო შატვერაშვილმა, პაატა ჯიბლაძემ, არჩილ ბენიძემ ტელევიზიის სხვადასხვა საშუალებებით საზოგადოებას მადლობა, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ამ მხარდაჭერის გამო. დიახ, ზუსტადაც ერთ-ერთი ხელმოწერის ზუსტად იმის გაგრძელება, რაც ტელევიზიებში ხდება, კოაბიტირებული საქართველოს პოლიტიკური ნიშნით არ არის იმ ამომრჩევლის შეკვეთა, რომელიც შეუკვეთა ამომრჩევლმა 2012 წელს და რომლის იმედიც ჰქონდა, რომ ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა ნაციონალური მოძრაობის ის რეჟიმი, რომელიც დღესაც პრაქტიკულად ნაწილი ხელისუფლებაში არის და აგრძელებს მოღვაწეობას. მე ძალიან წინააღმდეგი ვიქნებოდი და გაუცებას ვერ მალავ, როდესაც ხელს აწევს ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასთან ერთად, თუნდაც ძალიან სტრატეგიულ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული დოკუმენტის არავითარი ნიშანწყანი ამას არ გააჩნია, შეუძლიათ ყველა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას სხვადასხვა საერთაშორისო მაღალი ტრიბუნებიდან გამოამჟღავნონ თავიანთი პოზიციები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ეს იყო სხვა არაფერი გარდა იმისა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა იმ პოლიტიკურ პარტნიორებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან, დაანახეს, რომ ჩვენ კოაბიტირებულები ვართ და დღესაც ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელი კურსით ჩვენ დაგვავალეთ და ამ კურსიდან ჩვენ არ გადაგვიხევია. ეს იყო ძალიან პროტესტი. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას გაუჩნდებოდა პროტესტი ამის თაობაზე და ანალოგიური ანარეკლი არის ზუსტად იმ პროტესტისა ჩვენ
ჩვენს პოლიტიკურ პარტიაშიც გაუცებას ვერ ვალავთ, როდესაც ხედავთ, რომ აი ესეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც პრაქტიკულად დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან მამასის ხლად, არიან ერთი დოკუმენტის ხელმოწერებით, ან კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ დოკუმენტს არავითარი არც საერთაშორისო დატვირთვა არ აქვს, არც რომელიმე რაღაცნაირი ისეთი პოლიტიკური ძალა არ გააჩნია, ეს იყო ერთგვარი მარიაჟობა პოლიტიკური და ერთგვარი ანგარიში პოლიტიკური იმ პატრონების მიმართ, რომელი პატრონების მიმართაც ვალდებულება გააჩნია, რა თქმა უნდა, ერთ პოლიტიკურ ძალასაც და მეორე პოლიტიკურ ძალასაც. ანუ კახა ძაგანია ამბობს, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური პატრონი ყავთ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებასაც. მე მინდა ჩვენი დისკუსია უფრო ფართოდ გავშალოთ, ცოტა ხანში უკვე კონკრეტული თემებით მანამდე მუხრან. თქვენი პასუხი მინდა, იყო თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი ეს დოკუმენტი, იმდენად მნიშვნელოვანი პარტიების დეკლარაციას გულისხმობს ჩრდილოატლანტიკურ ინსტიტუტებში და ინტეგრაციის დოკუმენტს, რომ მასზე აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყო ხელმოწერა, როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წევრების. პატრონს რაც შეეხება, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ჩვენს მაყურებელს. პატრონი ყველას ერთი ყავს, ეს არის ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო. ესე უნდა იყოს. მეორე მე აქ მოვისმინე კრემლის მესიჯები სწორედ. ვისი მხრიდან? აი ჩვენი კახაძაგანიას მხრიდან. მოვისმინე პირდაპირ კრემლის მესიჯები სამწუხაროდ, რომ თითქოს საქართველოს ვიღაც გარედან უბიძგებს, რომ მან იაროს ევროატლანტიკურ გზაზე. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღევანდელი თვითონ სამიტის გაწყვეტილებაც და თვითონ ფორმაც დეკლარირებაც ჩვენი პარტიების, თუმცა საპარლამენტო სახელმწიფო პარტიების მხრიდან ეს იყო ძალიან კარგი დემონსტრირება ეროვნული თანხმობისა და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს არის მყარ ურყევ პოზიციაზე, ასე ვთქვათ, და ადგას ევროატლანტიკურ კურსს. თუმცა ცხადია ეს ვიღაცებს არ მოეწონება. მუხრან თუ შეიძლება სანამ განაგრძობთ, რაში დაინახეთ კახაძაგანიას ეხლა ამ წუთას გაკეთებულ განცხადებაში კრემლის მესიჯები უფრო დეტალურად რომ ეხლა გიხსნით, მე პირველ რიგში ვწუხარ, რომ ამ დოკუმენტში არ არის ჩემი პარტია, ლიბერალ-დემოკრატები, ხელმომწერი პარტია, თუმცა დიდი სურვილი მექნებოდა რომ ყოფილიყავით პარლამენტში და ჩვენს ქონოდა პატივი მოგვეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, ეს არის ისტორიული დოკუმენტი. ჩვენ გასულ თვესაც ერთობლივად რამდენიმე პარტიამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა ხელი მოვაწერეთ და მიუმართეთ ევროპარლამენტს სწორედ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ რომ სწორედ საქართველოს მიმართ მიღებული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. თუმცა მე არ მიკვირს ახლა მსგავსი სიტყვაზე კრემლის კარზე ვალანტიური პარტიებისა, რომლებიცაც მარათონი აქვს გახსნილი ვინ ჯილდოს დაიმსახურებს კრემლისგან, თუმცა ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძალიან მაშინებს იგივე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი პარლამენტარების და ჩვენი მთავრობის პოზიცია. თქვენ შემთხვევითი არ გეგონოთ იგივე დიპლომატიური სკანდალი, რომელიც გეგეშიძის გარშემო მოატყდა რუსების ყოფნაზე საქართველოს ხელისუფლებას. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან თოთო ბაუშვით ახლა გარეთ ილაპარაკა ზუსტადიც, რაც სახში ესმის. ელემენტარულია, რომ დიპლომატის მესიჯებს აქვს გარკვეული კონტური და ამ კონტურებს ადგენს მთავრობა. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერი პირდაპირ აღიარებს, რომ ის ჯელტმენულ ურთიერთობაში და არაფორმალურ გარიგებაში იმყოფება კრემლთან. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. როგორ მივიდივართ სიტყვაზე, ახლა ყოველთვის მთავრობა უსვამს ხაზს, რომ მისი კურსი არის პროევროპული და პროდასავლური. თუმცა ეს არის, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი მაშინ, როდესაც ხაჭუნით და კაკუნით ღიაკარში ვერ შეხვალ. იქ უნდა შეხვიდე, მაგრამ ვერ შეხვალ მოწყუებული მოსახლეობით, დამშეული მოსახლეობით და მოტყუებული და გადაგდებული ხალხით. როდესაც არათუ ნება, არამედ პირიქით წინააღმდეგ მუშაობ და მთელ ადმინისტრაციულ რესურსს ახმარ შენი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებს. მაშინ როდესაც სიტყვაზე იგივე, ეხლა ორი დღის უკან გავხდით მე გლდანში. გლდანის მოსახლეობა არის უწყლოდ უგაზოდ და 21 საუკუნის საქართველოს დარჩენილი აქვს ელემენტარული პირობების გარეშე. ნუ თუ ეს არის ევროპული კურსი, მე ვუსვამ მთავრობას კითხვას. ნუ თუ ეს არის მათი, ანუ როგორ უნდა იგრძნოს ჩვენმა მოქალაქემ ევროპელად თავი, როდესაც ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ევროპა. ევროპა არ ნიშნავს, რომ მე უვიზოთ უბრალოდ მიუხენში თუ ჰამბურგში ჩავფრინდები უვიზოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა ვაშენოთ ევროპა. ევროპული ქვეყანა, რამდენად ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს
აკმაყოფილებს, რაც არის ჩვენი დასავლური ინტეგრაციისთვის საჭირო, ამაზე ვისაუბრებთ. მანამდე მე გკითხეთ კრემლის მესიჯები თქო რაში დაინახეთ. ნატოს მესიჯი კახაძაგანიას გამოსვაში და ბატონი დავით ფაცაცია შემოგვიეთ და მასთან ხასუსობს რომ საქართველოს ნება ეს არ არის და ქართული ხალხის ნება დასავლეთით სიარული, ეს არის გარედან იძულება. ანუ რომ თითქოს საქართველოს ყავს და ქართულ ხალხს ვიღაც სხვა პატრონი ქვეყნის გარეთ. ეს არის პირველ რიგში დამამცირებელი და შეურაცხყოფელი ჩვენი ხალხის. აბა სააკაშვილი ვინც აიყვანა იმის ოდესის გუბერნატორად, აქედან საქართველოს გადაწყვეტილება იყო, რომ სააკაშვილი თქვენი ფავორიტი სააკაშვილი წასულიყო ქვეყნის იმის ოდესის გუბერნატორად, აქ საქართველოს გადაწყვიტა და საქართველოს დააბინავა სააკაშვილი. იმათ ერთი თქვენ ეხა მე არ შემიძლია თქვენ საზე იმოფაქტია რომ ისტერიკები მოაწყო და ისა ძალიან ის არის, მაგრამ თქვენ გასაგებია თქვენი პოზიცია ზუსტად ისე იქცევით რომ ყველას ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია და არ ვქოთ კრემლი, ისა რა ქვია პუტინი და ასე შემდეგ და შეურაცხყოფები. მოდით ერთ კითხვას დავსვათ თქვენებათვით ბატონო კახა დაგიბრუნდები ძალიან მალე მრეწველებმა არ მოაწერეს ხელი ერთნაირი ტექსტები და ერთნაირი იმებით რომ გამოდიხარ და ყოველდღე თითქოს დაზეპირებული გაიგუძებდა კრემლის სად დაინახეთ ვინ გასწავლა დაზეპირებული არა ეს გული და უნდა ამოგდიოდეთ ეს არის ქართული ხალხის გულიდან ამოძახილი სიტყვები რო იწოდეთ ევროატლანტიკური ეს არ არის 21 საუკუნის არჩევანი ეს არის ისტორიული კურსი საქართველოსი და ჩვენი ხალხის. კარგით, მოდი დავით ფაცაციასთან გადავალ მე ერთი შეკითხვით. მრეწველებმა არ მოაწერეს ხელი იმ დეკლარაციას, რომელსაც მოაწერა თითქმის ყველა საპარლამენტო პარტიამ მინუს, ხო, ანუ მინუს მრეწველებისა. ამ შემთხვევაში თამაზ მეჭიაური იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ ოცნებას გაემიჯნა სწორედ იმიტომ, რომ იგი აპროტესტებდა ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ სწრაფვასა და კურსს. თამაზ მეჭიაურმა თუ მოაწერა ხელი ამ დეკლარაციას და როგორი არის თქვენი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულება ამ თემაზე? მადლობა ამ კითხვისთვის და მე ხაზგასმით ვიტყვი რომ ეს განცხადება არის ანტიქართული განცხადება. ეს განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და ეს არის ყველაზე ცუდი და ყველაზე მძიმე რაც არის, როცა პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დოკუმენტს, რომელიც არის ხელმეორედ-ვიმეორებ ანტიქართული დოკუმენტი. რატომ არის ანტიქართული დოკუმენტი ამასაც გეტყვით? ეს არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდება თუ ჩვენ ვერ შევაჯერებთ ორ პოლარულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს და განსაკუთრებით ევროპასთან. ეს არის გარემოება, სადაც ჩვენ საუბრობთ აფხაზეთის შემოერთებაზე და გარემოება, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ცხინვალის შემოერთებაზე, დაბრუნებაზე. პირველ რიგში დღეს რომ მოხდეს ნატოში გაწევრიანდება საქართველოსი, ეს იქნება უზარმაზარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის, იმიტომ რომ ეს იქნება პოლიგონი, საქართველოს აღმოჩნდება პოლიგონი, ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური ველის, ეგრეთ წოდებული სამხედრო დანაშაულების და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, დაპირისპირების მოედანი სახელმწიფოებს შორის, რომელთა ინტერესები, სახელმწიფოებს შორის, რომელთა ინტერესები ეკვეთება და ეჯახება სწორედ აქ. კავკასია არის სტრატეგიული ტერიტორია, სადაც რუსეთის სტრატეგიული ინტერესი იყო, არის და სამწუხაროდ დარჩება მომავალშიც. ეს არის ინტერესი რუსეთის, როცა მისი უსაფრთხოება არის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ. როგორც კი კავკასიის ესე თქვა საფრთხის ქვეშ დგება, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დგება საფრთხის ქვეშ. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სტრატეგიულ პარტნიორს. არავითარ შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. და ყველა ის მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დღევანდელი ეგრეთ წოდებული პიარულად მომგებიანი თუ ვიღაცებზე გათვლილი ეგრეთ წოდებულ ნეოლიბერალებზე თუ ლიბერალებზე განსაკუთრებით ხაზს გაუსვამ მაამებლური სააკაშვილისთვის და კოაბიტირებული ინტერესებისთვის ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. ანუ ამეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ამ პრეზიდენტმა სააკაშვილს ამ დეკლარაციაზე პირდაპირ გაგებით ვიტყვით ასე რომ სააკაშვილი იყო ადამიანი რომელიც ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოლიტიკას ატარებდა. სააკაშვილი იყო ადამიანი რომელსაც ბენდუქიძე ჩამოიყვანა პირველივე წელს და პირველივე თვეებში. ბენდუქიძე რომელიც იყო ეგრეთ წოდებული პირდაპირ გაგებით პირდაპირი კაცი.
მეორე ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამას, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე, რომელიც დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. აი ეს იყო ანტიქართული პოლიტიკა, რომელმაც გაასხვისა სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის რუსეთზე, განსაკუთრებით ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა. ომის პერიოდში, 2008 წლის ომის პერიოდში, კოდორის ხეობა ჩაბარდა ტყვის გაუსროლელად. ომის პერიოდში კოდორის ხეობაში იყო უდიდესი არსენალი იარაღის. არათუ არ გაუნადგურებიათ ეს იარაღი, არამედ პირდაპირ გადააბარეს მტერს, ოკუპანტს. მეორე ყველაზე მძიმე საკითხი ეს არის 21 თუ არ ვცდები სექტემბრის პერიოდია, როცა 2008 წლის ომი მიმდინარეობს. ამ დროს საიდუმლო მემორანდუმს აფერმებს ნიკა გილაური და ესე ვთქვათ, რაოესის წარმომადგენელი რუსეთში, საიდუმლო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა 59 წლით სტრატეგიული ობიექტის ენგურგესის გასხვისებას. ამის შემდეგ არაერთი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა და ეს იყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და დღესაც სააკაშვილი ზის ოდესაში, დღესაც სააკაშვილი არის დირიჟორი და მათ შორის სააკაშვილი დირიჟებს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ქართული ოცნების ესე ვთქვათ შიდა საქმიანობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკა. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ეს დავამატებ ასევე გასხვისდეს ხდით ერთი სტრატეგიული ობიექტი რომელიც გასხვისებაც ვერ მოასწრო აბსოლუტურად ვეთანხმები ჩამონათვალის ნუსხა არის ძალიან დიდი რომელიც რუსეთს გადაეცა ეკონომიკას კინიგზა რომელიც უბრალოდ ოპოზიციო მაშინდელმა მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა უბრალოდ საშუალება არ მიეცი და უბრალოდ აი ძალიან დიდი ძალისხმევა მოგვიწია იმასთან დაკავშირებით რომ არ გასხვისებულიყო საქართველოს და რომარა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადება რომ გასადენი არ გასხვისებულიყო ხასაუხასო ჩრდილოეთ სამხრეთის გასადენი რომელიც არის სტრატეგიული ობიექტი რომ არა ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება ეს ადამიანები ყველაფერს ყიდიდნენ იმისთვის რომ საქართველოს გაეყიდათ ანუ ამერიკა ესე იგი ყოფილა სტრატეგიული პარტნიორი ხო ჩვენი ახლა თქვენივე საუბრიდან გამომდინარე ბევრ ნაწილში რჩევები მნიშვნელოვანია ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რჩევას რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ამოცანაა ვიყოთ სტრატეგიული ურთიერთობებში ყველა ჩვენს მეზობელს საქართველოს არის ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ვაფასებთ ამას ჩვენი პარტია მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩვენ აქ დაუშვათ რომელიმე სამხედრო ბაზა თუნდაც რომელიმე ბლოკის სამხედრო ბაზა იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ როდის დაიცავთ საქართველოს მითხარ როდის დაიცავთ მეჭირა ავტომატი და ვიცავდი საქართველოს პასუხი გიყვარდა როდის დაიცავთ მეჭირა ავტომატი და ვიცავდი და მაგრამ ლავროვის დაწერილი მესიჯები ეს არის შეურაცხყოფელი ჩემი ხალხისთვის აქ მესმის პირდაპირ ლავროვის დაწერილი მესიჯები ლავროვის მესიჯებს ახოვანებენ ფანტასტიკური მესიჯები არასოდეს ლაპარაკობ პირდაპირ ინფრემისა შეურაცხყოფელი იმ პასუხისგებლობისა და ჩვენი ეროვნული ღირსებისა პირველ რიგში თქვენ ბატონებო მე შეურაცხყოფის კუთხით არა მაგრამ მე მინდა პირდაპირ მოხალისე მოღალატეები გამყიდველები ისეთები რომლებიც ჩვენ გვახსოვს ისტორიაში რომლებიც თქვენ ხო არ ხართ შემთხვევით ერთ მეინტერესებს შემთხვევითიც არ არის რომ თქვენი და პრემიის ინტერესი ნამდვილად არ შედის პარტიების ერთობა ჩვენი საზოგადოების ერთობა ჩვენი ბრძოლის ველი გადის ქართველების გულში ქართველების გულში თქვენ ქართველების გულში გაუპატიურე და მაგალი სამწუხაროდ ქართველების გულებში იბრძვით კრემლის არსენალი აი ეს არის საშინელი დანაშაული თქვენი მხრიდან მადლობა უკაცრავად ერთი წუთი კამრან მამედოვთან უნდა გადავიდე გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია კამრანი თქვენ რა სიტყვით მუხრანი ეხლა ამბობს რომ კახაძაგანიას და დავით ფაცაციას განცხადებებში მანამ მოიკითხა კრემლის მესიჯი რა სიტყვით თქვენ და დღევანდელი დღის მნიშვნელობა დეკლარაცია რომელსაც ერთად მოაწერეს ხელი ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოგესალმებით და მივესალმები ყველა სტუმარს და ინგა მადლობა მოწვევისთვის მინდა მადლობა თქვენ მონაწილეობას ეთერი გამოიყენო თქვენ და გიორგი ვაშაძეს მინდა მიულოცა დაბადების დღე და უსურვებ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას რა თქმა უნდა გაიცინეთ რა თქმა უნდა რუსეთი არის ჩვენი მტერი პირდაპირი ჩვენი მტერი და მივესალმები მე მე პარტივი გეც და მოგისმინეთ უნდა ვაცადოთ ძალიან თქო მომისმინეთ რა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მე მოგცემთ ასე რომ გაიხსენეთ როცა აგვიფეთქეს გაზი და ხალხი იყო რიგში. ვინ აფეთქა ხო არ გეშლება რამე. რუსეთმა ეს ერთი. უეჭველიც ხო? ეს ერთი დიახ. როდესაც მივესალმები იმ ხელმოწერას, ხოლმე დავანებოთ ამ კოჰაბიტაციაზე რაღაცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი გააფორმეს და ამას მივესალმები ნამდვილად. მეორე. რუსეთი არის ჩვენი ნამდვილი მტერი. როდესაც 20% აქ ოკუპირებული
მე კამრან მამედოვი მაგას ვერ შევეგუები. ჩემი ქვეყნის 20%-ია. როდის აღმოაჩინეთ ეგ? როცა საჭირო იყო მაშინ. ყოველთვის დამყრობელი ქვეყანაა რუსეთი და იქნება და ასე შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთთან სანამ მიწებს არ დაგვიბრუნებს ჩვენს 20%-ს მეგობრობა არანაირი არ გვექნება რუსეთთან. ეს არის ჩემი დევიზია. არა, ერთი წუთით კამრანმა უნდა ისაუბროს, პირველად მივეცი ახლა სიტყვა და არ მინდა რომ დაიჭაგროს. დიახ, როცა თქვენ იძახით რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ, თქვენ გეკითხებით. როდესაც თქვენ ეზოში მეზობელი გართმევთ მიწას, თქვენ შეურიგდებით? მე ნუ მასწავლეთ რა, რას ქვია ნუ მასწავლეთ? თქვენ ხალხს როგორ ელაპარაკებით? ყველა სახელით როგორ ელაპარაკებით? თქვენ გამოდით და ნახეთ, აბა რამდენი კარტი სააკაშვილი ხო არ არის რომ ლაპარაკობ? სააკაშვილი რა შუაშია? ეს თქვენ ის ბიჭი ხო არ ხარ სააკაშვილი ძალიან მე კიდე ვიძახი რომ სააკაშვილი მსოფლიო ლიდერია, მაგას კიდე ვიძახი და აი იმიტომ რომ გაგაუპატიურებს სააკაშვილი, მე ვნახავ რომ ლიდერი იქნება. თქვენნაირებს გაგაუპატიურებს მე. ხო და ეგეთი გეტყობა რაღაცა ის. თქვენ გეტყობათ ეგეთნაირი რომ ქართველი ხალხი თქვენ გაგიკეთებთ ეგეთ რაღაცას, არა მე. იმიტომ რომ გეშლება რაღაც ერთ. თქვენ გეშლებათ, მე არ არაფერი არ გეშლება. შენ ხარ გამაუპატიურებელი პარტიის წარმომადგენელი. მე არ ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი. თქვენ აწიგინებთ ენას დადიხარ და მიდიხარ მოდიხარ. დიახ, ქართველი ხალხი თქვენნაირებს როგორ შეიძლება მეჭეოსნაირებად სათითაოდ უყურებთ. ნუ მე მიქრებით. მუქარის არმეშინია. მუქარის არმეშინია, არავის და არაფრის არავის მუქარი არ მიშნ. ნახავ ძალიან. ბაცადო, თუ შეიძლება თავისი აზრი გამოთქვას მივესალმები ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერას. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგია ეს ხელმოწერა და კიდევ ვიძახი რომ სასიამოვნოებისთვის არის არ ვიცი. ქვეყნისთვის არის კარგი და ქართველი ხალხი გაგცემთ თქვენ მაგაზე პასუხს რომ რუსეთთან ესეთი ისა გაქვთ რა ქვია შეტენვები. თქვენ ლიდერს გადავალ კახა ზაგანიას შეტენვები არის ძალიან სააკაშვილი რატო ახსენებ ეგ წამ ბოდიშკი. როგორი კაცია სააკაშვილი? სააკაშვილი ძალიან მაგარი კაცია. დიახ, იმიტომ ლაპარაკობთ ვაშაძე საერთოდ ძალიან მაგარი პიროვნება. როგორია როგორი გასაუბრა ვარშავის სამიტის ამიტომ ძალიან როგორი რა მოდით ისაუბროთ. ნუ გავაუგოლავთ ამ სტუდიაზე ძალიან უბრალოდ გადავდივართ. იცით რა არის? აი თვითონ მოვიყვანოთ ფაქტები. თვითონ ნატოს გენერალიტეტი, როდესაც კითხვას უსვამენ, რომ ესე იგი საქართველოს გაწევრიანება არ გაწევრიანებასთან ნატოში, თუნდაც რამოდენიმე ხნის წინ მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა მისმა პასუხმა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს ნატოს ჭირდება ისეთი წევრი ქვეყნები, რომელიც მას პრობლემას კი არ მოუტანს ამ შემთხვევაში ნატოს, არამედ პირიქით იქნება დამცველი. ანუ საქართველოსზე კითხვაზე გასა ესეთი პასუხი. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატური იყო ამ შემთხვევაში ნატოს გენერალი, ვინაიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოუტანს მსოფლიოს და არა მარტო საქართველოს უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე მოუტანდეს იმას. იანკელი აცხადებს, რომ ჯონ კერის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო სწორედ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა 2008 წელს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო. საქართველოს გაწევრიანება ნატოში არის გადადებული და გაწელილი მრავალი წლის მანძილზე, როგორც თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში, ანუ ზე სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთს პოლიტიკურ მუსკულებს აჩვენებენ, იყენებენ ისეთ ქვეყნებს როგორიც არის საქართველო და ზუსტად აი საქართველოს ნაწილი არის. მე დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ჭირდება საქართველო როგორც სტრატეგიული პარტიონი, არა როგორც დაკუცმაცებული და სამნაწილად დაყოფილი, არამედ ერთიანი თლიანი საქართველო. რუსეთსაც ჭირდება მეგობარი და სტრატეგიული საქართველო და მაშას მივაწეროთ, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული, რა თქმა უნდა, ნაწილი, ტერიტორიები უკვე მრავალი წელია ოკუპირებული აქვს. ეს იყო ამერიკაზე გაწნული სილა, ანუ ამითი აჩვენა რუსეთმა, რომ საქართველოს გამოყენებით და უკრაინის გამოყენებით რუსეთმა საქართველოს აჩვენა, რომ მე როგორ არ დაზარავდა. როგორ არ დაზარავდა. მოდი დათოფაცაციას ვკითხოთ, ეს იყო ამერიკელებისთვის გაწნული სილა თუ ეს იყო საქართველოსთვის, აფხაზეთის წაღება და ოკუპაცია. საქართველოს მოაჭრეს ხეულის ნაწილები, ოკუპირებულია საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი, ამაზე ორი აზრი არ არის. ვინ დაობს ამაზე, მაგრამ სწორე პოლიტიკური მიმართულებები არის საჭირო. კიდე ერთხელ საქართველოს გაერთიანებისათვის, რუსეთსაც და შეერთებულ შტატებსაც საქართველოს როგორც პარტნიორი ჭირდება ერთიანი. მაგრამ აი ნატოს შემოსვლით, ან რომელიმე უცხო ბაზის შემოსვლით საქართველოს აი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, დე იურე
de facto ამის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უცბად აი აქ თქვაც და იდგეს ნატოს ბაზები, ან რომელიმე ქვეყნის ბაზები საქართველოს აი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ვაკონტროლებთ, უცხოაც ერთხელაც მოწყდებიან და თავს დაესხმებიან რუსეთის ბაზებს აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და გააერთიანებენ საქართველოს. თუ აი უბრალოდ როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება იმაზე აპელირება. მე შემდეგ ისევ დავით ფაცაცია და მოვა დრო, აი ისა მოვა ზუსტად მოვა დრო, რომ თაობები ხა მე არა ვარ კანდიდატების მანით შეპყრობილი, მაგრამ მოვა დრო და პოლიტიკოსებზე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უცხო ბაზების შემოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე, აი ამ პოლიტიკოსებს საქართველოს დაუვიწყართ და წიგში შეიყვანენ, ასე რომ ესე ისა რა ქვია, აპრიორ ნუ ვიწყვით და ნუ იმაშვებით რა, ნუ ვიტყვას მიმართულებით, რომელი მიმართულებაც ქვეყანას აზია. დიდი მადლობა, მუხრან. საფრთხის შემცველიაო, ანუ საფრთხეს ხედავდა ხედავს თქვენი ოპონენტი. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. რა თქმა უნდა, ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და ამ ოჯახის წევრობა, რა თქმა უნდა, საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს თქვენი სტუმრებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს კრემლისთვის. მე ადრე არაერთხელ მithქვამს, რომ ანუ დაასკვენთ, რომ ჩვენი სტუმრები კრემლის აგენტები არიან. 21 საუკუნე არის დიდი გეოპოლიტიკური გარდატეხების დრო. მამა თქვენი სად იყო? ამ ვითარებაში ამ დროს რუსეთს მოუწევს შეეგუოს არსებულ რეალობას და არა იმ რეალობას, რომელსაც ის ადგენს. ამ რეალობას ადგენს მსოფლიო. მსოფლიო შეჯერდა, რომ ხალხის ბედნიერებისთვის და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. დღევანდელი ნატოს სამიტის გზავნილიც, კერის გზავნილიც ეს იყო ერთი რამ, რომ საქართველოს დაცულია ისე, როგორც არასდროს და საქართველოს აუცილებლად იქნება ამ ოჯახის წევრი. თუმცა ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. სუსტი ეკონომიკით სტაგნაცია გვაქვს ეკონომიკური სახეზე. საქართველოს არ აქვს შიდა მყარი პოლიტიკა. რეალურად გვაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსი. მაშინ, როდესაც იგივე პარტიები არც ერთი ხელისუფალი არ ცდილობს, რომ რეალურად შეცვალოს ის საბჭოთა ეკონომიკური მემკვიდრეობა, რომელიც შეგვოგვჭა იმ 60 წლიანი რეჟიმიდან. რეალურად ხელისუფლება არ ცდილობს, არ არის პროდასავლური და თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დაუშვა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს დემოკრატიასთან, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება ქონდეს ჩვენ მოვისმენდით ჯონ კერის იმ განცხადებებს, რაც მოვისმინეთ? მესმის, სწორედ ეს არის, რომ დასავლეთმა კარგად იცის ქართველი ხალხის არჩევანი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა ერთ-ერთში აღავლეს და აღასრულებს ხალხის ნებას. ჯონ კერიმ იცის რა არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის თავისუფლება, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის ევროატლანტიკური ალიანსის წევრობა. საქართველოს მთავრობა პირდაპირ ებრძვის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. მე კითხვას დაგისვა, თუმცა მე მათ უნდა უთხრა, რომ არჩევნების შემდგომ უნდა მსგავსი მანიპულაციებისთვის დრო აღარ იქნება, თუმცა რომ ისინი უბრალოდ არ იქნებიან ხელისუფლებაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მე მინდა ჩემ მოსახლეობას უთხრა პირველ რიგში. მოგცემთ ისევ სიტყვას, დათოფაცაციას 92 წლის ომის შემდეგ მამა თქვენი სად იყო? მამჩები ყოველთვის იქ იყო და რუსეთში არ იყო, მოსკოვში არ იყო, თუ 92 წლის ომი არ იყო. არის და იქ იყო. არ იყო ომი 92 წელი? დაბადებიდან ოკუპანტების ქვეყანაში რატო იმალებოდა მამა თქვენი? მიხარია კითხვაზე გამისვა. ჩვენი ხალხის თავისუფლების საზღვარი სადაც ოკუპანტების ქვეყანაში რატო იმალებოდა მამა თქვენი? გეკითხები და კითხვაზე პასუხი გამეცი. დამოუკიდებლობის აქტზე არის მამაჩემის ხო არ დავაბრალოთ მამა თქვენს აგენტობა, ხო არ დავაბრალოთ. ეს ხელმოწერა არის ჩემი ამით დაკმინებული კი არ არის. ამით კი არ გმინდება მამა თქვენის და დავიცავ და ამ ჯვარს თქვენაირი აგენტები ყავს შემოგზავნილი, თქვენაირი აგენტები ყავს შემოგზავნილი და იმიტომ არის სახელმწიფოს ტერიტორია რო ბარდება ნაწილ-ნაწილ და კოდორ-კოდორ. სწორედ ეს არის თამარაშენი 160 სოფელი ჩაბარდა. სააკაშვილი ჩაუშესკუ იყო, მამაჩემი ჩაუშესკუ იყო, მერა ყველა გამყიდველი სახელმწიფოს ჩაუშესკუ უარესი იქნება ჩემს. ყველას გაგებინებ პასუხს. ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს რომ ესე ტარაკნებივით გახურებულ ტაფაზე აი ტარაკნები ხან მოსკოვში აფაცურდეთ დღევანდელი ვარშავის კამრან მამედოვთან გადავიდეთ. რუსეთს რატო არ აგებინებთ პასუხს, როდესაც 50 კილომეტრში ბაზა აქ აშენებული? აფხაზეთში რატო არ აგებინებთ? რას ქვია სადიღავი? რამ საქართველოში სადიღავი არ გაგწეული? ომის დროს სადიღავი. საქართველოში. საქართველოს წინახაზე რატო არ იყავი? ხო სააკაშვილი ხო შენ მე ბავშვი ვიყავი, მე ომი რო იყო მაშინ.
ახლა რა თუ არ გიხილავდათ ალბათ რუსული აი ახლა წინახაზე რა თუ არ ხარ თქვენ მუქარით ნუ ლაპარაკობთ და ნუ იცით თქვენნაირ ადამიანებმა თქვენნაირმა გაუნაწილებლო ადამიანი რომელი უნივერსიტეტი დამთავრებული რა მნიშვნელობა აქვს დამთავრებული მაგ არა მაგ ქალბატონიკა ბოდიში უმაღლესი მაგ დამთავრებული უნივერსიტეტი რომელს ვის აქვს დამთავრებული ამას თუ მიუყვებით ერთი წუთი ქალბატონიკა სააკაშვილი პიონერებთან მე არ მინდა კომუნიკაციის საგანმანათლებლო ანუ განათლება სადაც აქვს ბიოგრაფიის მიხედვით მაშინ ლოგიკას არ ექვემ თქვენ ხო ვერიდან სააკაშვილს საზაფხულო განათლება აქვს მიღებული არა ერთი წუთი ანუ ეხლა კითხვა დაგვისვა დათო ფაცაციამ კამრან მამედოს რომ სად გაქვთო რა განათლება გაქვთ მიღებულიო და თუ კი განათლებას მიუყვებით მაშინ სააკაშვილი ერთ-ერთი მოწინავე არის მათ რიცხვში ვისაც საუკეთესო განათლება ზაფხულის სამწუხარის სკოლები მეც არ მაქვს უცხოეთში განათლება მიღებული მაგრამ არ ცოდნა არის სპეციალობა რაღაც სპეციალობა იცი განათლება არის ზოგადი მცნება როცა ადამიანი განათლებულია წარმოგენა ბევრსაკითხი კამრან მამედოვი რომ ამბობს სააკაშვილი მაგარი კაცია დამთავრებულია გვერითი ხარ განათლებული ამიხსენით როცა მუხარაზე გადმოდიხ და უზრდელობთ ამ ხელა კაცი თქვენ ხარ ჩემო მეგობარო სააკაშვილის პიონერი მე თქვენი მეგობარი არ ვარ და არც მინდა რომ კულტურულად მოგმართავ იმიტომ რომ მუხარაზე გადმოდის და უზრდელობს მე ესეთ ადამიანებთან ვერ ვიმეგობრობ გაგებინებ სულ ყველას ვისაც ვერ მაგებინებ მე საქართველოს შვილი ვარ და საქართველოს შვილები რომლებიც დანაშაულს ჩადიან ყველანი პასუხს აგებენ ეს ადამიანები თანამონაწილეები არიან დღესაც იმ რეჟიმის რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ქვია თქვენ თუ მაგარი კაცი ხართ მაშინ დაიცავით საქართველოს და იმ აფხაზეთში ჩადით და თქვით უარი რუსებზე და უთხარით რატო გაქვთ აშენებული თუ მაგარი კაცი ხართ მე მოველოდი მაგ პოლიტიკოსებთან მიწევდა რატო არ გამოდიხართ რატო არ იმაზე რატო თოფაძეზე არ გამოდიხართ არიძახით მაგ ცოტა მართლა ისეთი რეკლამას გამოვაცხადე პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით მე არ მიკვირს მუხრანმა მითხრა რომ მე უფრო სერიოზული პოლემიკა მინდაო მაგრამ მე არ მიკვირს წინასაარჩევნო პერიოდია და რადიკალურად განსხვავებული პოზიციებიც ხედხართ ახლა აქ სტუდიაში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ასეთი შეკითხვით რა გვინდა ჩვენ რა სჯობს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სწრაფვა დასავლეთისკენ ნეიტრალური ქვეყანაა როგორც ეს მოდაში შემოვიდა ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში ანუ ძირითადად ეროვნულობის თემა თუ იგივე რუსეთთან კეთილმეზობლური ან დამთბარი ურთიერთობა რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ